ვთქვით, რომ ნასწავლი ინფორმაციის დიდი ნაწილი პირველივე დღეს გვავიწყდება. ეს ამბავი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში შეისწავლა გერმანელმა ფსიქოლოგმა ჰერმან ებინჰაუსმა. მან შექმნა ეგრეთ წოდებული დავიწყებადობის მრუდი, რომელიც გვაჩვენებს თუ რა სისწრაფით იშლება ინფორმაცია ჩვენი მეხსიერებიდან დროის გასვლასთან ერთად. კვლევების მიხედვით ინფორმაციის 60% გვავიწყდება 20 წუთში, 70% ერთ დღეში და დაახლოებით 85% იშლება 6 დღის გასვლის შემდეგ. საინტერესოა რა დგას ამ თეორიის უკან, როგორ იმახსოვრებს ჩვენი გონება ინფორმაციას. ყოველი ახალი ინფორმაცია ქმნის კავშირს ნეირონებს შორის, რომელიც თავიდან ძალიან სუსტია და გამეორებასთან ერთად ძლიერდება. რაც უფრო ძლიერია ეს კავშირი, მით მეტ ხანს ვიმახსოვრებთ მიღებულ ინფორმაციას. შესაბამისად, რა უნდა იყოს ჩვენი სტრატეგია ინფორმაციის დამახსოვრებისთვის? რა თქმა უნდა, გამეორება. სტრატეგია ასეთია. პირველი გამეორება, მაშინვე, ტექსტის წაკითხვის ან მოსმენის შემდეგ. მეორე გამეორება, 1 დღის შემდეგ. შემდეგი გამეორება, 2-4 დღის შემდეგ. შემდეგ უკვე თავის გადამოწმება ცოდნაში, მაგალითად ტესტებით. და ნაკლებად დამახსოვრებული ინფორმაციის აღმოჩენა და კიდევ გამეორება. ამ რეჟიმით შესაძლებელია მიღებული ინფორმაცია გადავიდეს გრძელვადიან მეხსიერებაში და ვაქციოთ ცოდნად.